სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის იმ უფლებების დარღვევა დაადგინა, რასაც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები ითხოვდნენ. ამასთან ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 3 თვის ვადაში მოსარჩელე გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 50,000 ევრო, აგრეთვე გაუთვალისწინებელი ხარჯები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალებს ჩემი კოლეგა ხატია ქვათაძე არკვევს, რომელიც უფრო კონკრეტულად ისაუბრებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ხატია, აღიქვამენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას წარმატებად თავად ადვოკატები? დიახ, რამდენად მისაღებია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის. ჩვენ ცხადია სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს უპირველესად ამ კითხვით მივმართეთ. დავით ჯანდიერი ამბობს, რომ დიახ, ეს არის ნამდვილად წარმატება დაცვის მხარისთვის, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლომ დაცვის მხარის თითქმის ყველა მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და ადვოკატი განმარტავს, რომ დადგენილი არის ასევე რომ დარღვეულია სიცოცხლის უფლების პატივისცემის მუხლი, ასევე ის მუხლი, რომელიც სახელმწიფოს ფაქტების დადგენაში სასამართლოსთან თანამშრომლობას ავალდებულებდა, ასევე მითითებულია, რომ გამოძიება საქართველოს შიდა ინსტანციებში არასამართლებრივად წარიმართა და დაცვის ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მხარემ მტკიცებულებათა ნაწილი დაგვიანებით, ნაწილი კი გაყალბებული სახით წარმოადგინა. როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას დღეიდან მომდევნო 3 თვის განმავლობაში გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ 50,000 ევროს და ასევე დამატებითი ხარჯების დაფარვა მოუწევს. უკვე როგორ აფასებს სამართლებრივად ამ გადაწყვეტილებას დავით ჯანდიერი, თქვენ შეგიძლიათ მისი კომენტარი მოისმინეთ, თუმცა მანამდე ვიტყვი, რომ ადვოკატი განსაკუთრებით რამდენიმე პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ყურადსაღებია ევროსასამართლოს ის პუნქტი გადაწყვეტილებისა, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. სასამართლომ გაიზიარა ყველა ის არგუმენტები, რომლებიც უკავშირდება ამ საქმის უკანონო ძიებას სამივე ინსტანციის მიერ. კერძოდ სასამართლო ძალიან სკრუპულოზურად განიხილავს ძიების იმ ნაწილს, რომელიც უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და აღნიშნავს პირდაპირ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ქონდა უფლება გამოეძია ეს საქმე და პირადად მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის გახდა ცნობილი ამ საქმეში მის თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ, იგი უნდა გარიდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა გარიდებოდა ამ გამოძიებას. სასამართლო ამბობს ასევე, რომ არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს ის ძიება, რომელიც იქნა წარმოებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და გენერალური პროკურატურის მიერ, ხოლო შემდგომში სასამართლო გამოძიება იყო არაეფექტური შიდა ინსტანციებში. საუბარია პირველი ინსტანციის სასამართლოზე, მეორეზე და მესამე ინსტანციის სასამართლოზე. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მეორე მუხლის სიცოცხლის უფლების დარღვევას ადგილი ჰქონდა იმ გარემოების გამოც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს პირები შეიწყალა. წავა თუ არა საქმე ხელახალ ძიებაში, ალბათ მაყურებელს ყველაზე მეტად ახლა ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს, როგორც ადვოკატი განმარტავს გარკვეული პროცედურების შემდეგ საქმის ძიება განახლდება, თუმცა მანამდე მხარეებს 3 თვის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოს გასაჩივრების უფლება აქვთ. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ საქართველოს მთავრობის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი თინა ბურჯალიანი იცავდა. დღის პირველ ნახევარში იუსტიციის სამინისტრო მხოლოდ აცხადებდა, რომ მხოლოდ გარკვეული განცხადებით შემოიფარგლებოდა და ასე დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, თუმცა უკვე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე წუთში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. რაც შეეხება საზოგადოების პასუხს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა, ასევე საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა საკუთარი შეფასება უკვე გამოაქვეყნეს. ამ წუთებში ჩვენ საქართველოს თავისუფალი დემოკრატები სპეციალურ ბრიფინგს მართავენ. რესპუბლიკურმა პარტიამ გადაწყვეტილების ქართული თარგმანი გამოაქვეყნა, დაიცავეს საქართველოს საგანგებო განცხადებას თავაზობს საზოგადოება, სადაც მითითებულია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობისთვის ბრძოლის გზაზე დიდი გამარჯვების რეალური დასაწყისი და რეალური გარდატეხა. სანდრო გირგვლიანის გმირული ტრაგედია კი არის და რჩება მკაფიო წყალგამყოფად სიკეთესა და ბოროტებას შორის. მე შეგახსენებ, რომ სტრასბურგის სასამართლოში დაცვის მხარის სარჩელი 2007 წლის ზაფხულში შევიდა და სანდრო გირგვლიანი კი 2006 წლის იანვარში გაიტაცეს და აწამეს, რასაც მისის სიკვდილი მოჰყვა. გამოძიებამ 4 პირი დააკავა და მათ 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე კი ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ და საპატიმროები ვადაზე ადრე 2009 წელს დატოვეს. რას ფიქრობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სანდრო გირგვლიანის ოჯახი? ჩვენ შევეცდებით, რომ მის ვიზასთან მოახერხოთ გასაუბრება და დღის განმავლობაში კიდევ დამატებითი შეფასებები მოვიპოვოთ ამ საქმესთან დაკავშირებით. უკვე ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის დეტალებს და სრულ ვერსიას ჩვენს მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.